რაც შეეხება ღმერთის სიყვარულს, ამაზეც ვიტყვით ორ სიტყვას, რა თქმა უნდა, მაგრამ როცა ადამიანს აქვს ეს დეკლარირებულად ესე, განცხადებული, რომ მე ღმერთი მიყვარს, ღმერთი მიყვარს კი არა, აი მეგობარს რო ეტყვი რომ მე მიყვარხარ ძმაო შენადა, ესე იგი შეყვარებულს რო ეტყვი რომ მე შენ მიყვარხარ, იმასაც კი დამტკიცება ჭირდება და ჩვენ ხოლმე უცხოელები თუ ვიქნებით, ხო ვიცით რომ როგორ ძნელია რომ ადამიანი გიყვარდეს და განაჩენ ცხოვრებაში ხშირად ყოფილა რომ შეგვძლებია დაგვემტკიცებინოს რომ მეგობარი ან მეუღლე გიყვარს ან სამშობლო გიყვარს და განა იშვიათად ყოფილა ის რომ ჩავჭრილ ვართ ჩვენ ამ სიყვარულში ხო ჩვენ ხო საკუთარი თავი ვიცით და თუ ასე ძნელია გიყვარდეს ის ვისაც ხედავ წარმოგიდგენიათ როგორი პრეტენზიულია ადამიანის თქმა კაცო ღმერთი მიყვარს რა შიში რა შუაშია და როგორ გიყვარს როცა არ იცნობ როგორ შეიძლება გიყვარდეს ის ვისაც არ იცნობ გესმით ამიტომ და რადგან მე არ ვიცნობ და ამიტომ შეუძლებელია მიყვარდეს ამიტომ როცა მესმის ეს წმინდა წერილიდან არის მამა თეოდორე მხარ გამოიგონა რომ დასაბამი სიბრძნის არის შიში ღვთისა ხო როცა ამიტომ მამას როგორც გამოცხადებით ჭეშმარიტებას სიმდაბლით უნდა შევხედო და არ მქონდეს პრეტენზია კაცო რა შუაშია შიში ღვთისა თავარია სიყვარული და რო არ გიყვარს და ვერც გეყვარება როცა არ იცნობ ამიტომ ეს პრევენციული ზომა შიში რომელიც გაიძულებს არ გაუშვა რაღაცა ჩანასახს ცირეოდან ჩანასახს მაინც რწმენისას ხელი არ გაუშვა